უოტსონი და ზვიგენი. ეს ჯონ სინგლტონ კოპლის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1778 წელს შექმნა. სურათი კოპლს ლონდონელმა ვაჭარმა, პოლიტიკოსმა, ბრუკ უოტსონმა შეუკვეთა. ბრუკმა და კოპლმა ერთმანეთი 1774 წელს გაიცნეს, მას შემდეგ, რაც კოპლი ამერიკიდან ლონდონში ჩავიდა. ბრუკ უოტსონმა კოპლს შესთავაზა 1759 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ნამუშევარი შეექმნა. 14 წლის ბრუკ უოტსონი მისი ბიძის სავაჭრო გემის ეკიპაჟის წევრი იყო. ერთხელ, როდესაც ჰავანის ყურეში უოტსონი ცურვით ერთობოდა, თავს ზვიგენი დაესხა. საბედნიეროდ, გემის ეკიპაჟის წევრებმა მალევე შენიშნეს უოტსონი და საშველად გაემართნენ. იმის მიუხედავად, რომ ეკიპაჟის წევრებმა ბრუკის გადარჩენა შეძლეს, მისი მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ეს შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის დაფიქსირებულ შემთხვევათა შორის. როგორც ცნობილია, ჯონ სინგლტონ კოპლმა ნამუშევრის 3 ვერსია შექმნა. მისი პირველი ვერსია ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში, მეორე ბოსტონის მუზეუმში, ხოლო მესამე დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტშია დაცული.